გიორგი დემეტრაძე კი კვლავ ციხეში რჩება, მას პირობით ვადამდე გათავისუფლება არ შეეხო. ამის შესახებ საჯელახსოვრების მინისტრმა გუშინ განაცხადა. დემეტრაძეს აქამდე არც შეწყალებისა და არც ვადამდე ადრე გათავისუფლების მოთხოვნით არ მიუმართავს. რატომ არ გაათავისუფლეს დემეტრაძე და პატიმრობის რა ვადებია საჭირო იმისთვის, რომ პატიმარმა საჯელახსოვრების დაწესებულება დატოვოს? ეს დღეს გიორგი დემეტრაძის ადვოკატებმა და უფლება-დამცველებმა განმარტეს. სასჯელახსოვრების მე-12 დაწესებულება მეორე კორპუსი საკანი მე-7. უკვე მესამე კვირაა ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძე რუსთავის მე-17 დაწესებულებიდან აქ გადმოიყვანეს. როგორც გუშინ გახდა ცნობილი, დემეტრაძეს პირობით ვადამდე გათავისუფლება ჯერჯერობით არ ეკუთვნის. დემეტრაძეს სამწუხაროდ პირობით ვადამდე გათავისუფლება არ ეხება, იმიტომ რომ კანონით ისევე კრიტერიუმები არის ძალიან მკაცრად განსაზღვრული და ჩვენ ამ ეტაპზე არ გვაქვს უფლება რომ განვიხილოთ მისი საქმე, იმიტომ რომ არ აქვს მოხდილი ის აუცილებელი მინიმუმი, რომლის შემდეგაც საბჭოს აქვს მისი საქმის განხილვის უფლება. უფლებადამცველები განმარტავენ, რომ პირობით ვადამდე გათავისუფლება მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირს სასჯელის 2/3 მუხტისა და ადმინისტრაციის მხრიდან დადებითი დახასიათების შემთხვევაში ეკუთვნის. თუ არის ნაკლებად მძიმე დანაშაული, მას უნდა კონდეს მოხდილი არანაკლებ ნახევარი მსჯავრდებულს. თუ არის მძიმე დანაშაული, მას უნდა კონდეს მოხდილი სასჯელის არანაკლებ 2/3, ხოლო თუ არის განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, მას უნდა კონდეს მოხდილი სასჯელის არანაკლებ 3/4. ამდენად, ვინც აქამდე გამოვიდა, ყველას მოხდილი ქონდა ის ვადა, რომელსაც მისი მუხლი ითვალისწინებდა. რაც შეეხება გიორგი დემეტრაძეს, მას ჯერ არა აქვს მოხდილი. როგორც გიორგი დემეტრაძის ადვოკატი მარიკა ფხალაძე ამბობს, მსჯავრდებული უკვე 2 წელი და 4 თვეა, რაც პატიმრობაში იმყოფება. იმისთვის, რომ ვადამდე ადრე გათავისუფლების კომისიამ მისი საქმე განიხილოს, კიდევ 3 თვე უნდა გავიდეს. ფხალაძის თქმით, მისი დასაცავი პირის მიზანი სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა და საქმის გადახედვაა. ამასთან დაკავშირებით ადვოკატი მთავარი პროკურატურისთვის მიმართვას გეგმავს. ვინაიდან ის შეწყალების წინააღმდეგია, ვადაზე ადრე პირობით გათავისუფლება მას ჯერ არ ეკუთვნის, შესაბამისად სამართლებრივ ჩარჩოში მისი განთავისუფლება ვერ მოხერხდებოდა. ჩვენ დავიწყეთ მზადება საჩივრის, რომელიც უნდა შევიტანოთ მთავარ პროკურატურაში. გიორგი დემეტრაძეს პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე 28 აგვისტოს სასჯელი გაუნახებდა. ყოფილ ფეხბურთელს გათავისუფლებამდე წელიწადი და 8 თვე რჩება. იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული მისი უფლებით ისარგებლებს და ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიას საქმის განხილვის მოთხოვნით მიმართავს, შესაძლოა 3 თვის შემდეგ გიორგი დემეტრაძე საზოგადოებამ თავისუფალი იხილოს.